დღეს განვიხილავ ერთ არსებას, რომელიც ერთი შეხედვით უვნებელია ბიომრავალფეროვნებისთვის და ძალიან საყვარელია, მაგრამ სინამდვილეში ასე არ არის და აზიანს აყენებს, საგრძნობლად აზიანებს ადგილობრივ ბიომრავალფეროვნებას. ეს არის, რა თქმა უნდა, ინვაზიური სახეობა, ესე იგი სახეობა, რომელიც აქ არ განუვითარებულა და არის შემოსული. დღევანდელი თემა შეეხება ენოტს. დღეს მე და ოჩო ენოტზე გესაუბრებით. ენოტები დღითიდღე პოპულარულები ხდებიან ინტერნეტ სივრცეებში და არა მხოლოდ მათი საყვარელი ქცევის გამო. ხშირად ვნახულობთ ვიდეოებს, როგორ თანაცხოვრობენ სხვადასხვა ადამიანებთან, სხვადასხვა ცხოველებთან, მაგრამ ეს შინაურ პირობებში. გარკვეული მიზეზების გამო ენოტმა ძალიან საყვარელი სახე მიიღო, იმიტომ რომ არ არის აგრესიული, იმიტომ რომ ადამიანთან თანაცხოვრება შეუძლია, რომელი ადამიანიც მას სახლში წაიყვანს, ის საკმაოდ საყვარელ ცხოველად გვეჩვენება. და ასეც გავრცელდა საზოგადოებაში, რომ ენოტი ძალიან საყვარელი არსებაა. რადგან ყველა ამბავს და ყველა მოვლენას თან ახლავს სიტყვა მაგრამ, არც ენოტია გამონაკლისი და მასაც ახლავს ერთი დიდი მაგრამ. ყველა ინვაზიური სახეობა ძალიან დიდი რისკია პერსპექტივაში ადგილობრივი ბიომრავალფეროვნებისთვის და არც ენოტია გამონაკლისი. თავდაპირველად მისი ბუნებრივი ჰაბიტატი ჩრდილოეთი ამერიკა იყო, შემდეგ გაჩნდა ევროპაშიც, მაგრამ ჩვენთან საქართველოში ის შემოვიდა აზერბაიჯანიდან 50-იან წლებში, ალაზნის ჭალებში შემოვიდა და შემდეგ გავრცელდა მთელ ტერიტორიაზე, მინდვრებში, ჭალებში, ტყეებში, სახლებში, ქალაქებში, სოფლებში, ანუ ყველგან არის. დღეს ენოტი აბსოლუტურად ყველგან არის. მას აქვს ძალიან კარგი გამრავლების უნარი, შობადობის დროს 2 ნაშიერიდან 8 ნაშიერამდე ბადებს დედა, შემდეგ ეს ყველა გადის ბუნებაში, იმიტომ რომ მათ არ ახასიათებთ ერთად ცხოვრება. ცხოვრობენ ცალკეულ ინდივიდებად. მოდით გადავიდეთ საფრთხეებზე და რისკებზე, თუ რა შეიძლება გამოიწვიოს ენოტების უკონტროლო გამრავლებამ ჩვენთან. პირველ რიგში უნდა აღინიშნოს ის ფაქტი, რომ მას არ გააჩნია ბუნებრივი მტერი ჩვენს გარემოში, რადგან ის აქ არ განვითარებულა. ესე იგი, არ ხდება ბალანსი და კონტროლი მათ გამრავლებაზე ბუნების მხრიდან. მისი საკვების მოპოვების არეალი და საკვები რაციონი ძალიან მრავალფეროვანია. ეს იმას ნიშნავს, რომ ის უარს არაფერზე ამბობს. ყველაფერს ჭამს აბსოლუტურად დაწყებული ხეხილიდან, ეს იქნება ვაშლი, მაყვალი, თხილი, თუ სხვა დანარჩენი და დამთავრებული ჩიტის პატარა ბარტყებით ან ჩიტის კვერცხებით. და ის საკვებს ძალიან იოლად მოიპოვეს მისი გამჭრიახობისა და მისი ფიზიკური მონაცემების წყალობით. ყველგან შეუძლია გადაადგილება. ცურავს არაჩვეულებრივად, ხეზე დაძვრება არაჩვეულებრივად და მას აქვს უნარი, რომ ძალიან მშვიდად გადაადგილდეს და ჩუმად, რომ სხვა ცხოველმა ვერ შეამჩნიოს. მრავალი კვლევის შედეგებზე დაყრდნობით თამამად შეგვიძლია ვთქვათ, რომ ტურა, რომელსაც ასე ძალიან აქვს ხალხში სახელი გატეხილი, გაცილებით მსუბუქი სახის მტაცებელია ვიდრე ენოტი. ტურა გაცილებით ნაკლებ საკვებს მოიხმარს გარემოში, ესე იგი ტურა მხოლოდ შემოიფარგლება გარკვეული ტიპის საკვებით, ენოტი კი ძალიან მრავალფეროვან რაციონს იღებს საკუთარი გაზრდის და განვითარებით. სხვა დროს ცალკე ტურაზეც მოგახსენებთ დაუთმობ ერთ ვიდეოს, მიუხედავად იმისა, რამდენადაც ყოფილო არ უნდა დარჩეს მაყურებელი და საზოგადოების გარკვეული ნაწილი, სიმართლე მაინც სიმართლეა და კვლევებს გვერდს ვერ აუვლით. მე უკვე ვახსენე, რომ მას აქვს ძალიან კარგი ფიზიკური უნარები. ეს იმას ნიშნავს, რომ საკვებს მოიპოვებს ძალიან იოლად. ხეზე დაძვრება შესანიშნავად. ეს ძალიან დიდი საფრთხეა ჩიტებისთვის, მათი ბუდეებისთვის, ბარტყებს მიირთმევს უპრობლემოდ, თუ ბუდეში კვერცხები დახვდება, კვერცხებსაც მიირთმევს. განსაკუთრებულ საფრთხეს წარმოადგენს ახალშობილი ცხოველებისთვის და ფრინველებისთვის, რადგან მათ ჯერ არ გააჩნიათ თავდაცვის უნარები და ენოტი მათ ძალიან იოლად მოიპოვებს საკვებად. წყალში ცურავს იდეალურად, ეს წყლის ბიომრავალფეროვნებისთვის არის სახიფათო, თევზებზე ნადირობს შესანიშნავად, განსაკუთრებით დაბალ მეჩხერ წყლებში, ნაკადულებში, მდინარის ნაკადულებში შეუძლია კალმახი ძალიან იოლად მოიპოვოს. წყლის გარკვეულ ნაწილში, გარკვეულ სიღრმეზე ყვინთავს კიდეც და ისე დაცურავს. მოკლედ ცხოველი სამხედროა, რომელიც გარემო პირობებს ძალიან იოლად ეგუება. ყველა პატარა ცხოველი მისთვის არის საკვები. ეს შეიძლება იყოს თაგვი, ეს შეიძლება იყოს პატარა მელაკუდა, რომელსაც ჯერ არ აქვს თავის გადარჩენის ინსტინქტები ბოლომდე ჩამოყალიბებული. ეს შეიძლება იყოს ამფიბია, ბაყაყი, ბაყაყსაც ძალიან დიდი სიამოვნებით მიირთმევს. ეს შეიძლება იყოს მაჩვი და ასე შემდეგ. და არც ციყვებზე ამბობს უარს. ყველა პატარა ცხოველი მისთვის არის საკვები წყარო. და თუ მას ბუნებრივი მტერი არ ყავს გარემოში, თლად იდეალური გარემოა მისთვის. მცენარეული საკვებიდან კენკრას, ხილს, მარცვლეულ კულტურებს,
მოკლედ ყველაფერს ჭამს. მისი ასეთი მოქნილობის და მისი რაციონის გამო ის ძალიან იოლად გამრავლდა ისეთ ადგილას, როგორიც არის, თქვათ, ჩვენი ენდემი კავკასიის საქართველოსი. მათ შორის ლაგოდიხში ჩვენთანაც მომრავლდა მათი რიცხვი და ამიტომაც მომიწია რომ ჩავწერო ვიდეო რომ ხალხმა იცოდეს სინამდვილეში რა საფრთხეს წარმოადგენს ინვაზიური სახეობები ადგილობრივი ბიომრავალფეროვნებისთვის. რაც შეეხება სოციმედიებს და მათ გვერდებზე განთავსებულ რომანტიკული შინაარსის ვიდეოებსა და ფოტოებს ენოტების შესახებ, ამ ყველაფრის უკან საფრთხის მომასწავლებელი სინამდვილე დგას, რომელიც ყველამ კარგად უნდა ვიცოდეთ და ყველა უნდა ვიაზრებდეთ იმ შედეგებს, რა შედეგებით შეიძლება პერსპექტივაში დაგვიდგეს. პირობითად თუ ტურა ყველას ერთიანად გვეზიზღება, იმის გამო რომ საშინელი მტაცებელია, მაშინ უნდა ვიცოდეთ, რომ ენოტიც არანაკლები, არამედ უფრო სახიფათო მტაცებელია ჩვენი გარემოსთვის. სინამდვილეში ერთ შეხედვით მართლა ძალიან საყვარელი არსებაა, მაგრამ დიდი საფრთხეები დგას ამ საყვარლობის უკან. თუ ვინმე სხვა მოსაზრება აქვს ამ საკითხთან დაკავშირებით, გთხოვთ კომენტარებში გამიზიარეთ და განვიხილოთ ერთად ან მოვიძიოთ ინფორმაციები ერთად და დავაყენოთ ეს საკითხი კვლევის საგნად. და როგორც მსმენია, შეუძლია სკასაც დაესხას თავს, რამდენად მართალია არ ვიცი და ვინმეს თუ აქვს მსგავსი ინფორმაცია და მსგავსი გამოცდილება რომ ენოტმა თაფლი მოიპარა, ფიჭა მოიპარა, თუ აქვს ამაზე ვინმეს რაიმე ინფორმაცია, მოვისმენ სიამოვნებით. გარდა ამისა, მაღალი რისკია რომ შესაძლოა გადაიტანოს სხვადასხვა დაავადებები, როგორიც არის ცოფი, ლეიშმანიოზი და სხვადასხვა პარაზიტები, რომელიც საზიანოა გარემოსთვისაც და ადამიანისთვისაც. საყვარელი ვიდეოების გმირი ინტერნეტ ვარსკვლავი ენოტი სინამდვილეში ძალიან სახიფათო არსებაა. ეს საყვარლობა კი ხშირად სინამდვილეს გვაშორებს და ვეღარ აღვიქვამთ რისკებს, იმიტომ რომ ჩვენ გადავდივართ რომანტიკის სივრცეში და სამყაროს უყურებთ აქედან. ძალიან ცუდი მიდგომაა, იმიტომ რომ საფრთხეებს ვეღარ აღვიქვამთ. რომანტიკა კარგია, მაგრამ სინამდვილე უკეთესი, იმიტომ რომ სინამდვილე სამყაროს ფუნდამენტია. რომანტიკა კი ჩვენი აღქმები. არხის გამოწერა არ დაგავიწყდეთ, ძალიან გთხოვთ. ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი. გამოიწერეთ რეინჯერის დღიური კიდევ YouTube-ზე, რომ YouTube-იც გავხადოთ აქტიური.